ვიდეო განკუთვნილია იმ ფიზიკურ პირთათვის, ვისაც აინტერესებს თუ რა საგადასახადო ვალდებულებები წარმოიშობა 2023 წლის საანგარიშო პერიოდის ჩათვლით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისას. ფიზიკური პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით, თუ მისი რეგისტრაციიდან არ არის გასული 6 თვე. კერძოდ, თუ თქვენ საანგარიშო წლის 4 ივნისს 20,000 ლარად თქვენ სახელზე რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში, მაგალითად იმავე წლის 3 დეკემბერს გაყიდეთ 25,000 ლარად. საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე უნდა წარადგინოთ საშემოსავლო გადასახადის ყოველწლიური დეკლარაცია და დეკლარაციის საფუძველზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. მიღებული ნამეტის შემოსავლის 5% გადაიხადოთ ბიუჯეტში. გაითვალისწინეთ, იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით. რეალიზაციიდან მიღებული ნამეტის შემოსავალი უნდა ასახოთ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მესამე ნაწილის მე-15 გრაფაში და ასევე B დანართის მე-4 გრაფაში. დანარჩენი გრაფები შეავსეთ მოცემული მაგალითის შესაბამისად. ამასთან ყურადღება მიაქციეთ, რომ მე-7 გრაფა ივსება სისტემის მიერ ავტომატურად, მას შემდეგ რაც შეავსებთ მე-6 გრაფას. ხოლო მე-8 გრაფაში უნდა ასახოთ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დასახელება, ფლობელის მისამართის შესაბამისად. გრაფების შევსების შემდეგ დააწექით დამატების ღილაკს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, დეკლარაციის გასაგზავნად აუცილებელია შეავსოთ დანართი D, სესხების აღრიცხვა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ გიფიქსირდებათ ამ დანართით მოთხოვნილი ინფორმაცია, გთხოვთ გააკეთოთ შესაბამისი მონიშვნა. საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება თქვენს საკუთრებაში მყოფი ავტომობილის რეალიზაციით მიღებული ნამეტის შემოსავალი, თუ მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან გაყიდვის თარიღამდე გასულია 6 თვეზე მეტი. ამასთან გახსოვდეთ, რომ თქვენ უფლებამოსილი ხართ ისარგებლოთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82 მუხლით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით. ასევე გაითვალისწინეთ, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან ფიზიკური პირები არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების აქტივის რეალიზაციით მიღებულ ნამეტ შემოსავალზე წარადგენენ საშემოსავლო გადასახადის არა ყოველწლიურ, არამედ ყოველთვიურ დეკლარაციას. დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებული ვიდეო ინსტრუქცია საგადასახადო ვალდებულება ფიზიკური პირის ქონების აქტივის მიწოდებაზე. შემოსავლების სამსახური გისურვებთ წარმატებას.